თქვენ ალბათ ხშირად ხსენიათ მოსაზრება, რომ 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან მალევე ორ ქვეყანას შორის არსებობდა დაზავების რეალური შანსი, რაზეც უკრაინამ უარი თქვა ბორის ჯონსონის, დიდი ბრიტანეთის იმდროინდელი პრემიერის ზეწოლის შედეგად. ეს მოსაზრება მხოლოდ საქართველოში არაა გავრცელებული, მას ევროპის სხვა ქვეყნებშიც გაიგებთ, ძირითადად ულტრამემარჯვენე და რუსეთისადმი ლოიალურად განწყობილი პოლიტიკოსების მიერ. ხოდა, რადგანაც ეს გზავნილი ამდენი წლის განმავლობაში გვესმის, მოდით ერთად გავარჩიოთ, რაზეა სინამდვილეში საუბარი. 2022 წელს ომის დაწყებიდან მალევე რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები გაიმართა ჯერ ბელარუსში, ხოლო შემდეგ თურქეთში. ჩვენ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ეგრეთ წოდებული სტამბოლის კომუნიკე. სამუშაო დოკუმენტი, რომელიც სხვადასხვა წყაროსა და მონაწილის შეფასებით ასახავდა რუსეთის მოთხოვნებს, რომელიც უკრაინისთვის ყველა ფუნდამენტურ საკითხზე მიუღებელი იყო. მოკლედ ვნახოთ, რას მოითხოვდა კრემლი ამ დოკუმენტის მიხედვით. პირველი, უკრაინას სამუდამოდ უნდა ეთქვა უარი ნატოში გაწევრიანებაზე და ნეიტრალიტეტი უნდა გამოეცხადებინა. ეს მთლიანად ცვლიდა როგორც ქვეყნის უსაფრთხოების ჩარჩოს, ასევე პოლიტიკურ მისწრაფებებს, რასაც საკონსტიტუციო ცვლილებებიც ესაჭიროებოდა. მეორე, უკრაინის შეიარაღებული ძალები რაოდენობრივად და ტექნიკურად მნიშვნელოვნად უნდა შემცირებულიყო. 85,000 ჯარისკაცი იყო კრემლის მოთხოვნილი ციფრი, რასაც ტანკებისა და რაკეტების ფლობაზე შეზღუდვები ემატებოდა. პრაქტიკულად ეს იქნებოდა ქვეყნის დემილიტარიზაცია და ჯარის გარეშე დატოვება, რასაც პუტინი 4 წელზე მეტია აქტიურად ითხოვს. მესამე, კიდევ უფრო პრობლემური იყო უსაფრთხოების გარანტიების საკითხი. გარდა იმისა, რომ ნდობა არ არსებობდა რუსების მიერ აღებულ სამშვიდობო პასუხისგებლობაზე, კრემლი არ ეთანხმებოდა მოდელს, სადაც უკრაინის უსაფრთხოებაზე იურიდიულად სავალდებულო გარანტიებს დასავლეთის ქვეყნებიც გაიზიარებდნენ. ყველაზე კომპრომისულ ვარიანტშიც კი მოსკოვი მოითხოვდა, რომ თავადაც ყოფილიყო ერთ-ერთი გარანტორი, ხოლო გადაწყვეტილებების მიღება კონსენსუსზე ყოფილიყო დაფუძნებული. ეს კი პრაქტიკულად ნიშნავდა, რომ მოსკოვს ვეტოს უფლება ექნებოდა და დასავლური გარანტიები რეალობაში არასდროს აღსრულდებოდა. ამ სამი მოთხოვნის გარდა შეუთანხმებელი რჩებოდა ყირიმისა და დონბასის საკითხიც. რუსეთის მოთხოვნით ყირიმზე მოლაპარაკებები 15 წლით უნდა გადადებულიყო, რაც შეეხება ეგრეთ წოდებულ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებს, რომელიც პუტინმა ომამდე რამდენიმე დღით ადრე აღიარა. მოსკოვი მოითხოვდა მათი სტატუსის ფაქტობრივ დაკანონებას, ან მინიმუმ სტატუს-კვოს მიღებას, რაც უკრაინისთვის მიუღებელი იყო. ასევე არანაირი ვალდებულება არ ექნებოდა რუსეთის არმიას 2022 წლის გაზაფხულისთვის ოკუპირებული ტერიტორიების დატოვებაზე. შესაბამისად, კრემლის კონტროლის ქვეშ დარჩებოდა ის ტერიტორიები, რაც უკრაინამ მოგვიანებით გაათავისუფლა. ახლა, ალბათ იკითხავთ, რა შუაშია ამ ისტორიაში ბორის ჯონსონი. ბრიტანეთის მაშინდელი პრემიერ-მინისტრი, რომელიც უკრაინაში 9 აპრილს ჩავიდა, პროპაგანდას ამ ისტორიაში დავით არახამიას ინტერვიუზე დაყრდნობით შემოყავს. ერთად ვნახოთ ეს інтерв'ю. Коли ми повернулися зі Стамбулу, приїхав Борис Джонсон до Києва і сказав, що ми взагалі не будемо з ними нічого підписувати і давайте будемо просто воювати. Ამ პატარა მონაკოთის მიღმა ამავე ინტერვიუში დავით არახამია, რომელიც ერთ-ერთი მომლაპარაკებელი იყო უკრაინის მხრიდან, თავადვე ამბობს, რომ დასავლეთიდან უკრაინაზე ზეწოლა არავის მოუხდენია და რომ პრობლემა რუსეთის მაქსიმალისტურ მოთხოვნებსა და მათ მიმართ დობის არარსებობაში გამოიხატებოდა. Ერთად ვნახოთ ეს ნაწილიც. Немає довіри і не було, і немає росіян, що вони це зроблять. Це можна було тільки зробити, якщо є гарантії безпеки. Ну, ми ж не могли щось підписати, відійти, всі б там видихнули, а потім вони б зайшли більш підготовлені. კიდევ ერთი დეტალი. გარდა იმისა, რომ რუსეთის ყველა მოთხოვნა უკრაინისთვის თავიდანვე მიუღებელი იყო, ბორის ჯონსონის კიევში ჩასვლის დროს პოლიტიკური კონტექსტი უკვე მნიშვნელოვნადაა შეცვლილი. რადგანაც რუსული არმიის კიევზე იერიში წარმატებითაა მოგერიებული, ხოლო ბუჩაში ჩადენილი ყველა სისასტიკე საჯაროდაა გამოვლენილი. რამაც კრემლის მიერ ნაკარნახევ შეთანხმებაზე ხელმოწერა კიდევ უფრო არარეალისტური გახადა. შევაჯამოთ. სტამბულის მოლაპარაკებები თავიდანვე ჩასავარდნად იყო განწირული, რადგანაც უკრაინა სუსტს, დაუცველსა და უუფლებას ტოვებდა, ხოლო ეს გადაწყვეტილება კიევმა მიიღო და არა ლონდონმა ან ბრიუსელმა. აქედან გამომდინარე, მარტივად შეიძლება იმის თქმა, რომ 2022 წელს უკრაინას არ ჰქონია უკეთესი შემოთავაზება რუსეთიდან, ხოლო გადაწყვეტილება უკრაინამ მიიღო და არა ბორის ჯონსონმა. ამაზე მიუთითებს ფაქტები და წყაროებზე დაყრდნობით არსებული ჩანაწერები.